ნათია მისაუბრა ბევრი შფოთვითი აშლობის შესახებ და ეხლა მე მაქვს თქვენთან შეკითხვა, რა არის შფოთვა? თითოეულ ჩვენთაგანს გქონია ესეთი შემთხვევა და თითოეულ ჩვენთაგანი ხმარობს ყოველდღიურ ცხოვრებაში ტერმინ შფოთვას. არ არის აუცილებელი ტერმინოლოგიით რომ მითხრათ, მაგრამ თქვენი აღქმით რა არის შფოთვა, თუ შეუძლია რომ ვინმეს დარბაზიდან შემომეშველოს. კონტროლის დაკარგვა ემოციაზე. კიდევ? განსხვავებული აზრი თუ არის? მოუსვენრობა, დაძაბულობა. შფოთვა ეს არის მოლოდინით გამოწვეული დაძაბულობა და მოუსვენრობა, რომელსაც ახლავს ნერვული სისტემის პასუხი და სიმპტომები, როგორიც არის გულის რიტმის აჩქარება, სუნთქვის გაძნელება, შემდგომ უკვე პაციენტები ამ სუნთქვის გაძნელებას აღიქვამენ უკვე ძალიან სტრესულად, რის შედეგადაც მას მოყვება რიგი რეაქციები. თუმცა შფოთვა ეს არის მდგომარეობა, რომელიც უნდა გავმიჯნოთ შიშისგან. თქვენ ახლა ძალიან კარგად მომახსენეთ მე რომ ეს არის მოუსვენრობა და არ არის შიში, რადგან ძალიან ბევრი პაციენტს ზუსტად აქ იმის აღქმა, რომ ეს არის შიში. სინამდვილეში ეს არის ჩვენი წარმოსახვით შექმნილი მოლოდინი, რომლის ჩვენ გვეშინია და ძირითადად ეს არის მარცხის შიში, ან კონტროლის დაკარგვის შიში. ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავმიჯნოთ სომატოფორმული აშლობებისაგან. რა გსმენიათ სომატოფორმული აშლობების შესახებ და რა არის სომატოფორმული აშლობები თუ იცით? თქვენ ძირითადად თქვენს კაბინეტებში გვხვდება ზუსტად სომატოფორმული აშლობების მქონე პიროვნებები. სომატოფორმულ აშლობებსა და შფოთვით აშლობას შორის არის ძალიან დიდი სხვაობა. თუმცა ორივეს აქვს საერთო წერტილი ის, რომ ორივე შემთხვევაში სტრესი ვლინდება სხეულში და ჩვენი ორგანიზმი იწყებს საუბარს უკვე ტკივილით. თუმცა რა არის სხვაობა? შფოთვითი აშლობების შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ძირითადად კონკრეტული წარმოსახვითი საფრთხე, ხოლო სომატოფორმული აშლობების შემთხვევაში პიროვნებას განიცდის ძლიერ სტრესს და თავის დროზე მან ვერ მიიღო ეს სტრესი, უარყო ეს სტრესი, ეს იყო თავდაცვის მექანიზმი და ჩვენი სტრესი და ემოციური მდგომარეობა, როგორც ვიცით, არსად არ იკარგება, რადგან ევოლუციურად ჩვენ ვართ განპირობებული, რომ გვაქვს ძალიან ძლიერი ემოციები და მათი არ გამოტანა გარეთ, ესა რომ ვთქვათ და დათრგუნვა, ის აუცილებლად გამოდის და იწყებს ჩვენთან საუბარს. ეს შეიძლება იყოს ტკივილი, დაღლილობით, დაძაბულობით და სომატოფორმული აშლობების შემთხვევაში პიროვნებებს აწუხებთ ძლიერი ტკივილი. ანუ სხვაობა ეს არის, რომ სომატოფორმული აშლობების შემთხვევაში პიროვნება ვერ აღიქვავს, რომ აქვს სტრესი და მაგრამ აღიქვავს თავის ემოციურ დაძაბულობას სხეულში არსებული ტკივილის ან გადაძაბვის ხარჯზე, ხოლო შფოთვითი აშლობების შემთხვევაში ჯერ მოდის ფიქრი, შფოთვითი ფიქრი, ვაი თუ ეს მოხდა, ვაი თუ მე ეს ვერ გავაკონტროლე, აწუხებს ფიქრი იწვევს უკვე ძლიერ ემოციას, ემოცია კი უკვე გამოიხატება სხეულში და სხეული უქმნის დისკომფორტს, ხოლო შფოთვითი აშლობის შემთხვევაში ძალიან ხშირად იძახებენ სასწრაფოს, რადგან აქვთ იმის მოლოდინი როგორი გაჩერდება, სომატოფორმული აშლობების შემთხვევაში პირველი ფიქრის რესტს ვერ ახდენენ. მათ უშუალოდ აწუხებთ რა სხეულისებრივი შეგრძნება, ეს შეიძლება იყოს თქო უსიამოვნო შეგრძნება ყელში და ისინი უმალო ინტერპრეტირებენ, რომ აქ შეიძლება რაღაცა სიცოცხლისთვის საშიში დაავადება მჭირდეს. ამრიგად, მოდით ერთად შევაჯამოთ რა მნიშვნელოვანი სხვაობები არის. შფოთვითი აშლობების დროს ჯერ არის ფიქრი, ემოცია, ფიზიოლოგია, სომატოფორმული აშლობების დროს არის ფიზიოლოგიური რეაქცია, წამყვანი. როგორ ფიქრობთ? თქვენ, როგორც უმეტესობა ენდოკრინოლოგების ხედავთ, ხომ? მაშინ, როდესაც პიროვნება გეუბნებათ, რომ ის წუხს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ, მას უფრო მეტად შფოთვითი აშლობა ექნება თუ სომატოფორმული აშლობა? ჯანმრთელობა ტკივილს, ანუ რას აღიქვამენ უფრო მეტად, რა შეიძლება მათ შემთხვევაში უფრო გამძაფრებული იყოს? გულის არეში გადაგვენ ვიხჩობის უკამეჩის ამბები. ანუ ისინი აღიქვამენ სიმპტომატიკას და შემდგომ მოდის უკვე სიმპტომატიკის ინტერპრეტაცია. ამიტომ ეს არის უფრო სომატოფორმული აშლობები და არა შფოთვითი აშლობები. აქ ძირითადად შიში არის იმის შესახებ, რომ მე ვარ ავად და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თქვენი ჰორმონალური სტატუსი
სრულებით მწყობრში იყოს, მას უკვე უნდობლობა ექიმის მიმართ და უნდა რომ ქონდეს ეს მდგომარეობა, რომ მიდის ხო ექიმთან ათას გამოკვლევას იტარებს და ეძებს მიზეს რეალურად თავის ხელში თუ რამ განაპირობა ეს დაძაბულობა, მაგრამ იმის მიღება საერთოდ არ უნდა და სრულებით აიგნორებს იმას, რომ შესაძლებელია აქ იყოს სტრესით განპირობებული ორგანული ჩივილები. ამრიგად, როგორ ფიქრობთ, როდესაც პიროვნება მიდის ქუჩაში, დაინახა ძაღლი, აუჩქარდა გული, აქ შიშის ძლიერი განცდა, გრძნობს კუნთების დაძაბულობას, ეს რომელია შიში? არა, ეს შიშია. ნახეთ მე რა თქვენ შიში, რადგან აქ არის მიზეზი. რეალურად საფრთხე დაინახა ძაღლი და ევოლუციურად ჩვენ რა გავიქცეთ, თავის უნდა ვუშველოთ. ამ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ყოველდღიურად ნერვიულობს, რომ მისი რომელი მოჯახი ეს არის შფოთვითი აშლობა, კი ბატონო. და პიროვნება გრძნობს ძლიერ ტკივილს მუხლის არეში და უჭირს გადაადგილება, მაგრამ ყოველგვარ ნორმაში. გადასარევ, შვენივრად გავართვით თავი, ამრიგად კარგად განვიხილეთ, რომელია ესე იგი, შიში არის კონკრეტული ობიექტი ან სიტუაცია, შფოთვა ეს არის მომავლის საფრთხე, მარცხის შიში, ეს არის ჩვენი წარმოსახვითი საფრთხე, ხოლო სომატოფორმული აშლობების შემთხვევაში ჩვენი სამიზნე არის სხეული და სხეულში არსებული შეგრძნებები არის ჩვენთვის საშიში. ამრიგად, დეფინიცია ესე მდგომარეობს, რომ ეს არის ხანგრძლივი ფიზიკური ჩივილები, რომლებიც ექიმის ჩატარებული კვლევებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არ დასტურდება. პიროვნება ვერ იღებს ამ რეალობას და მუდმივად მიმართავს ახალ კვლევებს და სულ მუდმივ ძიებაშია. მას აქვს სიმპტომების მრავალფეროვნება, შეიძლება იყოს როგორც ენდოკრინული სისტემის დარღვევა, შეიძლება იყოს კუჭნაწლავის სისტემის დარღვევა, ძალიან ხშირი არის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დისფუნქციები და პირველ რიგში ეს არის უშუალოდ კავშირში სტრესთან ან ძლიერ ემოციურ დაძაბულობასთან. განასხვავებენ 4 ძირითად დიაგნოზს, ეს არის სომატური სიმპტომის აშლობა და აქ არის მრავალფეროვანი რეალურად დარღვევები, აქ არის მუდმივი ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, სხვადასხვა არეში ტკივილი, შემდეგ არის ილუზიური აშლობა, ანუ ჰიპოქონდრია, ეს არის ჯანმრთელობის შესახებ მუდმივი შფოთვა და თქვენ შემთხვევაში ენდოკრინოლოგების შემთხვევაში ძირითადად უფრო ჰიპოქონდრიასთან გაქვთ საქმე. კონვერსიული აშლობა, აქ არის ნევროლოგიური სიმპტომები, რომელსაც არ აქვს რა თქმა უნდა სამედიცინო ახსნა და ამ შემთხვევაში ძალიან ხშირად მათ უჭერთ გადაადგილება და რეალურად თქვენ გიყვებიან იმის შესახებ, რომ აქ ძალიან ძლიერი ტკივილი საყრდენ მამოძრავებელ სისტემაში, განსაკუთრებით ხეთ ჩემი პრაქტიკით რაც არის ძირითადად აღნიშნავენ, რომ ეს არის ქვედა კიდურები და მუხლები და მუდმივად მოიშველიებენ, რომ აქვთ მენისკი და სხვადასხვა ტერმინოლოგიას, რომელსაც ძალიან აქტიურად პოულობენ მედიაში და შემდგომ კი განავრცობენ. ფიქტიური აშლობა ეს არის მდგომარეობა, როდესაც პიროვნებას უნდა რომ იყოს ავად და ოღონდ რა თქმა უნდა არ იგონებს, მათ მართლა აქვს დისკომფორტი და ძალიან ძლიერი ტკივილი, ოღონდ ამ მდგომარეობაში მათ არ აქვს არანაირი ფინანსური სარგებელი და არასპეციფიური სომატოფორმული აშლობა, რომელიც ამ 4 კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, თუმცა სამედიცინო და მტკიცებულება არ არსებობს. ახლა აქ ერთი სლაიდი აკლია. მაგრამ მოგიყვებით. აქ მქონდა ერთ-ერთი მაგალითი ჩემი პრაქტიკიდან, ზუსტად როდესაც ამ ლექციას ვწერდი, 23 წლის გოგონა იყო ჩემთან შემოსული, რომელსაც აქვს ჩემ თერაპიაში აქვს კვებითი აშლობა, კონკრეტულად კი ბულიმია. და ნუ ერთ-ერთი თერაპიის დროს ჩვენ ესე განვიხილავთ ხოლმე, როგორ ხედავს პიროვნება საკუთარ თავს და მან დაწერა ესეთი რაღაცა, რომ კვებითი აშლობის მიღმა მას აგრეთვე სომატოფორმული აშლობა და ძალიან კარგად გადმოსცემდა, რომ მე ვარ ანა, რომელსაც ძალიან უყვარს რომ იყოს ავად. მიყვარს რომ ვიყო ავად, იმიტომ რომ ამ დროს ვიღებ ყურადღებას და განსაკუთრებით ბავშვობაში ძალიან კარგად ქონდა გადმოცემული, მაშინ როდესაც მას ქონდა მაღალი სიცხე, როგორ დედიკო რჩებოდა და მალინიან ჩაის უკეთებდა. როგორ მის ბიძაშვილს ქონდა ლეიკემია, როდესაც ის იყო პატარა და მას ქონდა სურვილი, რომ ღმერთს ვებედრებოდიო, რომ მეც მქონოდა ლეიკემია, იმისათვის, რომ ჩემთვისაც მოეტანათ საჩუქრები და წაეკითხათ წიგნებიო. მაგრამ თავადვე აღნიშნავს, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა არ უნდა, თუმცა მას სიყვარული არასდროს არ აკლდა, რადგან 10 წელი მისი მშობლები ელოდებოდნენ მას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ანას ჰქონდა არჩეული ის როლი, რომ ყოფილიყო
ავად მუდმივად ავად ვიყოფის როლში. ეს არის ზუსტად ფიქტიური აშლობის მაგალითი, როდესაც პიროვნებას სურს მოიგოს ეს როლი. რა თქმა უნდა, ეს მრავალი მიზეზია გამას ბიოფსიქოსოციალური მოდელით შეგვიძლია მოვიშველიოთ. ფსიქოლოგიურად ეს არის სტრესთან გამკლავების სტრატეგია, კერძოდ კი უარყოფასთან არის დაკავშირებული. ძალიან ხშირად ჩვენ ბავშვობაში გვაქვს სხვადასხვა ტრაუმები და ჩვენი ფსიქიკა არის ესე მომართული, რომ ხშირად მაშინ, როდესაც ბავშვს არ აქვს იმის რესურსი, რომ გადაამუშავოს ისეთი მტკივნეული მომენტები მის ცხოვრებაში, ის თითქოს ივიწყებს და უარყოფს ამ მომენტებს. თუმცა რა თქმა უნდა, დამეთანხმებით ალბათ, რომ ტკივილი არსად არ ქრება ემოციური და გამოდის სწორად, რომ სხეულის ენაზე იწყებს საუბარს. ეს ფსიქოლოგიური ასპექტები, უკვე პიროვნული მახასიათებლები, ამ მახასიათებლებს კიდევ ფონს უქმნის ძალიან ბევრი კულტურა და სოციუმი თავისი განწყობით ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ და რა თქმა უნდა ბიოლოგიური ფაქტორები, რომელზეც ნათიამაც ისაუბრა. ნახეთ, რა შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური ფაქტორები. თავდაპირველად პიროვნებას აქვს სტრესი, შემდგომ ეს სტრესი გადაიზრდება შფოთვაში და ხანგრძლივი შფოთვის შედეგად ძლიერდება, რომელსაც შფოთვას ხომ თანსდევს უკვე სხეულისებრივი რეაქციები, ფიზიოლოგია. ეს ფიზიოლოგია უკვე აღიქმება ჩივილის სიმპტომად და ყურადღება არის გამოხილვებული მხოლოდ სხეულზე. დეპრესია არ არის მხოლოდ გუნება-განწყობის დაქვეითება, დეპრესიის დროს ძალიან ხშირად პიროვნებებს აღენიშნებათ ტკივილი და აპათია. ალექსითემია ეს არის ისეთი უნარი, როდესაც ბავშვს უნდა განევითარებინა საკუთარი ემოციების სახელდობა და მიეღო თავისი სოციუმიდან ამ ემოციებთან არსებული მხარდაჭერა. შესაბამისად, განვითარების ძალიან მნიშვნელოვან მომენტში პიროვნებას ვერ ჩამოყალიბდა ის უნარი, რომ მოახდინოს ამ ემოციების სწორად დასახელება, თუნდაც საკუთარი ემოციების ამოცნობა, თუ რა აწუხებს ამ დროს და შემდგომ ამ ემოციების იმ სოციუმთან გაზიარება, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, პირველად ეს არის მშობელი, შემდეგ შეიძლება იყოს ბაღი, სკოლა და ამ უნარის დაქვეითების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პიროვნებებს არ აქვთ ის უნარჩვევები, რომ ისაუბრონ საკუთარ ემოციებზე და შესაბამისად იწყება აგრეთვე სომატოფორმული აშლობების სახით ამ უარყოფით ემოციებთან გამკლავება. სწავლითი ფაქტორი, რაც მე მოგიყევით ანას შესახებ, ხომ? ეს არის დასწავლითი ფაქტორი, როდესაც ბავშვობაში ავადმყოფობის დროს ძალიან დიდ ყურადღებას და მზრუნველობას იღებდნენ. აგრეთვე ჰიპერვიზილანტურობა, რომელიც ეს არის სხეულის მუდმივი დაკვირვება და მისი ინტერპრეტაცია. როდესაც არიან პიროვნებები, რომელთაც საკუთარი გულისცემა უფრო მეტად ესმით და შესაბამისად ეს გულისცემა აშინებთ, უფრო მეტად მიყურადებული აქვთ საკუთარ ფიზიოლოგიასთან, თუ როგორ მუშაობს საკუთარი ფიზიოლოგია. კატასტროფიზაცია მცირე სიმპტომიც კი მათ უკვე აშინებთ და ასოცირებული არის, რომ აქ რაღაცა სავალალო მდგომარეობა შეიძლება იყოს. ბავშვობაში მიღებული ტრაუმა და მიუღებლობა მშობლების მხრიდან. მაშინ, როდესაც ნახეთ ანას შემთხვევაშიც, აქ კიდევ შევხვდებით ახლა ანას წერილს, ანას შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ის ამბობს, რომ იყო 10 წლის განმავლობაში მას ელოდნენ, უკაცრავად და იგი იყო ერთადერთი და პირველი ბავშვი და ძალიან ხშირად რა თქმა უნდა ყველა მშობელს უნდა რომ მხოლოდ კარგი გაუკეთოს საკუთარ შვილს და იმ თაობაში ჩემი მშობლების თაობაშიც ასე იყო რომ რაც არ უნდა მოვადუნოთ ბავშვები ხო რომ მუდმივად უნდა ვუთხრათ რომ უფრო მეტი შეგიძლია უფრო მეტი გააკეთე ნაკლებად თუ აღნიშნავდნენ ადრე დადებით მხარეებს რადგან თითქოს და ეს უარყოფით შედეგს გამოიღებდა და შესაბამისად ბავშვს ჰქონდა იმის განცდა რომ ის იყო მუდამ კრიტიკის ხარჯზე ანუ არასოდეს არ იყო თითქოს და საკმარისი არ და სინამდვილეში რა თქმა უნდა მას არ აკლდა სიყვარული და ნამდვილად ეს იყო სანატრელი ბავშვი მაგრამ დედამისი რომელსაც ჰქონდა ძალიან მაღალი მშობლის შფოთვა და უნდოდა რომ თავის შვილი საუკეთესო ყოფილიყო ყველაფერზე ატარებდა ყველაფერს უკეთებდა და არასოდეს არ ატურებდა არა შენდა უბრალოდ ანასთვის შექება იყო ძალიან უცხო ხილი ასე რომ ვთქვათ და შესაბამისად მაშინ როდესაც იგი ხდებოდა ავად დედა იყო უფრო ემოციურად მხარდამჭერი და ზუსტად ის ბავშვებს ძალიან ხშირად 6 წლამდე
მათ თქვენი ყურადღება ესე თქვა თარგმნიან სიყვარულის სახით და მაშინ როდესაც ჩვენ რა თქმა უნდა დადებითად გვინდა ხოლმე თუნდაც გავამხნევოთ ანუ რა თქმა უნდა შენიშვნას მე არ ვამბობ რომ შენიშვნა არ უნდა მივცეთ მაგრამ შენიშვნის მიცემასაც აქვს თავისი ფორმა და ამ შემთხვევაში ანას შემთხვევაში იყო ეს სურა რატომ არ გამოგდის უკეთესად შეგიძლია სხვა მეგობრებთან შედარება და შესაბამისად ეს კრიტიკა მისთვის იყო სიყვარულის ნაკლებობა იმ მომენტში და აქედან უკვე მას ღრმა ბავშვობიდან აქვს უკვე სომატოფორმული აშლილობა. მე უკვე ვახსენე რომ სოციალური და კულტურული ფაქტორები განამტკიცებენ და ძალიან დიდ როლს თამაშობენ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებში და სომატოფორმული აშლილობა არის ის მდგომარეობა, როდესაც პიროვნება ვერ საუბრობს საკუთარ ემოციებზე და ძალიან ბევრ კულტურაში არც ჩვენთანაც არის ითვლება ისე რომ თითქოს ფიზიკური ჯანმრთელობის შესახებ საუბარი უფრო მარტივია ვიდრე მენტალური ჯანმრთელობის შესახებ. მაგრამ ნათელი მაგალითი იყო დედაჩემი, რომელმაც ვერ მიიქაიკო 21 წლის წინ, რატომ გადავწყვიტე რომ ყოფილიყავი ფსიქოლოგი, მისთვისაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები არ იყო ისეთი აქტუალური. დღეს საქართველოში ამაზე რა თქმა უნდა ძალიან ბევრს საუბრობთ უკვე და ცნობიერება ნელ-ნელა ვითარდება და გვაქვს უფრო მეტი ინფორმაცია, თუმცა მაინც და განსაკუთრებით რეგიონებში არის აღქმა, რომ მენტალური ჯანმრთელობა ეს არის სისუსტე და მაშინ როდესაც ბავშვმა ან მოზარდმა დასრულმა შეიძლება თქვას რომ აი მე არ მაქვს არაფრის ხალისი, არ მაქვს არაფრის მოტივი, ძალიან ხშირად ოჯახის მხრიდან ხდება ესეთი რამ, რომ კარგი რა სუსტი ხომ არ ხარ. აგრეთვე შემიძლია მოვიშვედიო მაგალითი გუშინ მყავდა ჩემი შვილები, პატარები გოგოები დადიან ცეკვას და ცეკვის მასწავლებლობა უთხრა რომ ვერ ვიტარ სუსტ ადამიანებს და რა არის ეს თუ არ გამოგდის არ შემიძლია მეზიზღებიან სუსტი ადამიანები. ნახეთ მასწავლებელი რომელიც მათთვის არის ავტორიტეტი ხას უსვამს რომ მისთვის მიუღებელია ადამიანის სისუსტე და რას ნიშნავს არ არსებობს არც სუსტი და არც ზრდიერი ადამიანი. ჩვენ თვითონ ჩვენთანაც გვაქვს რა თქმა უნდა ჩვენი სისუსტეები და ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია ვიყოთ, ვიცხოვროთ და ვარსებობდეთ ამ ჩვენ გნებავთ სისუსტეთ ბჭყალებში არსებულ ფაქტორებთან. მაშინ როდესაც ჩვენ ასეთ ფორმულირებას ვაკეთებთ და განსაკუთრებით საზოგადოებაში ავტორიტეტები ამბობენ რომ შენ უნდა იყო ძლიერი, თორემ მე ვერ აგიტანა რომ საზოგადოება ვერ იღებს ადამიანის სისუსტეს და სწორედ ამ ასაკში გველექება რომ მე არ მაქვს იმის უფლება რომ შეცდომა დავუშვა, მე არ მაქვს იმის უფლება რომ ვიყო მოწყენილი ან მქონდეს გულებაგამწყობის დაქვეითება. შესაბამისად ასეთ დროს რა თქმა უნდა ჩემი ემოციები საუბრობენ უკვე სხეულის ენაზე. აგრეთვე რელიგიური შეხედულებები არის ისე რომ სულიერი განსაცდელი მე ეს დავიმსახურე და შესაბამისად ძალიან ხშირად მიყვებიან ამას, მე მქონია პრაქტიკაში რომ ეს არის ჩემი განსაცდელი, მე ამასთან ერთად უნდა ვიარსებო და არაფერს არ აკეთებენ იმისათვის არ მიმართავენ ზომებს რომ რაღაცნაირად ებრძოლონ საკუთარ იმ ფუნქციებს, იმ უნარჩვევების დაქვეითებას, რომელიც მათ ცხოვრების ხარისხს დაქვეითებს. რეალურად სისუსტე არ არის ეს არის ის ქცევები ან უნარჩვევები რომელიც ჩვენ ყოველდღიურობაში გვიშლიან ხელს და ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი უნარი შევისწავლოთ ნებისმიერ ასაკში. აგრეთვე მედიის გავლენა, რომელიც დამეთანხმებით ალბათ რომ სოციალურ ქსელებს თუ გაშლით, ძირითად შემთხვევაში არის უმრავლესობა უარყოფითი, ზედმეტად გამახვილებული ყურადღება სხეულზე, სხეულის მოვლაზე, უამრავ დაავადებაზე და შესაბამისად იმ პიროვნებებს, ვისაც აქვს მოწყვლადი ფსიქიკა, უფრო მეტად ისრუტავენ ამ ინფორმაციას და უფრო მეტად უარყოფით კონტექსტში განიხილავენ შემდგომ. ბიოლოგიურ ფაქტორებს ესე არ შევჯერდები, რადგან ნათია მაგვეხსნათ ეს უფრო თქვენი კუთხით ხო, ენდოკრინოლოგიური კუთხით ან ნებისმიერი ჰორმონალური დისბალანსი ხელს უწყობს შფოთვითი აშლილობების ან სომატოფორმული აშლილობების სიმპტომის განვითარებას და პირიქით. მაშინ, როდესაც არსებობს სომატოფორმული აშლილობა ან შფოთვითი აშლილობა იყო და არის და შესაბამისად აქ უკვე ერთვის ენდოკრინული დაავადება, მათ უფრო მეტად აქვს ყურადღება ამ პროცესზე გამახვილებული და უფრო მეტად არიან სტრესისა და შიშის ქვეშ. რომ შევაჭამოთ თავდაპირველი სტრესი და ემოციური დაძაბულობა გადადის შფოთვაში, შფოთვის შედეგად გადავდივართ ყურადღება მახვილდება უკვე სხეულის შეგრძნებებზე, ნერვული სისტემა არის გამოირჩევა ჰიპერგზნობელობით, ფიზიკური სიმპტომები უკვე აიხსნება კატასტროფიზაციად, რაც უფრო მეტად გვაშინებს, კიდევ უფრო მეტი შფოთვა ვითარდება და იკვრება ეს მანკიერი წრე.
ძალიან მიჯაჭვული არის და გადაჯაჭვული ერთმანეთთან სომატოფორმული აშლობა და ენდოკრინული დარღვევები. ამიტომ ჩვენი ჩართულობა როგორც ფსიქოლოგების ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვისაც და ძალიან რთულია ალბათ ამ ეთანხმებით რომ მოხდეს დროული დიაგნოსტიცირება რომელია შფოთვითი აშლობა თუ ენდოკრინული დარღვევები ხო გულის ცემა შფოთვა უფლიანობა ახასიათებს ენდოკრინულ დარღვევებსაც როგორც არის ჰიპოთირიოზი აგრეთვე კორტიზოლის ჭარბი დონე, ხო, მაშინ როდესაც პიროვნებას აქვს სტრესი, შეიძლება აღიქვას როგორც გამოიხატოს შფოთვითა და დაძაბულობით. ამრიგად, რადგან ეს ორი როგორც თქვენი სფერო და ჩემი სფერო გადაჯაჭვული არის, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც უკვე ნათიამაც ახსენა, ჩვენი ერთობლივი კომუნიკაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ენდოკრინოლოგმა მოახდინოს გადამისამართება ფსიქიატრთან და არა ფსიქოლოგთან, იმიტომ რომ თავდაპირველად ფსიქოლოგები ჩვენ არ ვართ მედიცინის მუშაკები და არ გვაქვს იმის კომპეტენცია, რომ მოვახდინოთ დიაგნოზი, რა თქმა უნდა, ჩვენ ხვდებით, რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ესე ოფიციალურად ვერ გავცემთ ვერანაირ საკუთს, მაგრამ ნახეთ რა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაშინ, როდესაც თქვენ გყავთ შფოთვითი აშლობის მქონე პაციენტი, მას იმის გააზრება სრულებით არ უნდა, რომ ეს მომდინარეობს მისი ემოციური ფონიდან. ამიტომ მაშინ, როდესაც თქვენ ეთქვით, რომ მოდი ხო არ წახვიდოდი ფსიქიატრთან, ის უმალვე გაბრაზდება თქვენზე და აღარასდროს აღარ შემოვა თქვენ კაბინეტში. ამიტომ ვესაუბრებით ესე და ვაწვდით ამ ინფორმაციას. იმისათვის, რომ მართლაც შენი ენდოკრინული პრობლემა ძალიან დაგვეხმარებოდა შენი სტრესთან გამკლავების სტრატეგიების შემუშავება. ამისთვის, თქვათ, გადაამისამართებთ უკვე გააჩნია როგორი აქვს მიმღებლობა ფსიქოლოგთან, ფსიქოლოგები ჩვენ ძირითადად ვამზადებთ ფსიქიატრთან. თუ ხედავთ, რომ თქვენ წინაშე ზის ისეთი პიროვნება, რომელსაც არ აქვს ამის პრობლემა, შეგიძლიათ პირდაპირ გაუშვათ ფსიქიატრთან, რადგან ფსიქიატრი უკვე რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ნიშნავს მედიკამენტებსაც და აქ უნდა მოხდეს მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობა, ფსიქიატრი, ფსიქოთერაპია და ენდოკრინოლოგი იმისათვის რომ მოხდეს ადეკვატური მართვა. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ პიროვნებას და დამყოლობაზე ვისაუბრეთ, რაც ძალიან რთულია ქრონიკული პაციენტების შემთხვევაში, გიპროტესტებთ, შეგიძლიათ გაუზიაროთ თუნდაც ელემენტარული ცხოვრების წესი, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს და არა მხოლოდ ბავშვებს ძირითადად გონიათ, რომ ეს ბავშვების ასაკში უნდა იყოს. ეს არის სტრუქტურა, ძილის ჰიგიენა, ეკრანების გამოთიშვა, ფიზიკური აქტივობა და ამას თუ შეიმუშავებენ, მაგალითად 8-დან 9-ის ნახევარამდე სიტყვას 20 წუთი დადიან, მერე აღარ უყურებენ ამ მედიას, სოციმედიებს და არც ტელევიზორს, შემდგომ აქ ნეოთბილი შხაპი და მე უკვე სუნთქვის ტექნიკები, ნუ ამაზეც მოგახსენებ და ამ რუტინის შექმნა ხელს უწყობს, რომ სტრესი და შფოთვა შემცირდეს, რაც რა თქმა უნდა უკვე თქვენ გეხმარება თუნდაც თქვენი პაციენტების მართვაში. რას ვაკეთებთ ჩვენ? ჩვენ ფაქტობრივად ზუსტად აი ყოველთვის ვუზიარებთ ჩვენ პიროვნებს. ერთი სხვაობა რაც არის, ეს არის ჩვენ ვასწავლით როგორ აწარმოონ დღიური. დღიური ეს არის ფსიქოთერაპიაში განსაკუთრებით სადაც მიმუშავება, ეს არის კოგნიტიურ-ბიჰევიორალური თერაპია, ჩვენი ბაზისი, რადგან რას ვასწავლით ჩვენ ვასწავლით როგორ ამოიცნონ, რა დროს ემართებათ დისკომფორტი, რა ფიქრები მოდის ამ დროს თავში და ვასწავლით როგორ იაზროვნონ ისე რომ მათი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს, არ აყვნენ ემოციებს და მოიშველიან არგუმენტები. ამისათვის, როდესაც ისინი ყოველთვის გეუბნებიან, რომ ჯერ აქვს სხეულისებრი შეგრძნება, სინამდვილეში კი ესე არ არის, მაგრამ ჩვენ ვუმარტივებთ და ვეუბნებით, რომ აბა დაწერე ფიზიკური სიმპტომები თუ რა გაწუხებდა, რა ხანგრძლივობის იყო, როდის გაჩნდა, ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამოიცნონ, როდის გაჩნდა, რას გრძნობდნენ ამ დროს და ამ სინამდვილეში ჯერ ხო ფიქრებია და შემდგომ ემოცია უნივერსალურად, მაგრამ ვერც ერთი ადამიანი თუნდაც რომელიც აღებს ჩემი კაბინეტის კარს ვერ გეტყვით რომ აწუხებს ფიქრები. ის ამბობს რომ მას აწუხებს ემოციები. შფოთვითი აშლობის შემთხვევაში და სომატოფორმული აშლობის შემთხვევაში მათ აწუხებთ სხეული, ანუ უკვე ემოციებიდან გამოსული ფიქრები. ამრიგად ასე გამოიყურება მაგალითად რომ პიროვნებამ აღმოაჩინა დაღლილობა, სიმძიმე ფეხებში თავის ტკივილი მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა, შემდგომ ემოციურ რო დააკვირდა საკუთარ ემოციებს და დაახასიათა რომ ეს იყო შფოთვა და გაღიზიანებადობა, რა ფიქრები იყო ამასთან ასოცირებული, ეს არის რომ ვერასდროს ვერ გავუმკლავდები, ალბათ რაღაც ისევ გამირთულდა
რამ გამოიწვია ეს არის გამოუძინებლობა, რასაც თავად ხსნის ხოლმე როგორც აკვირდება, სამუშაო დატვირთვა თათბირი მოსალოდნელი, რომელიც იმ დღეს ჰქონდა ჩანიშნული და აგრეთვე იმ კვირაში ჩანიშნული ექიმთან ვიზიტი. შესაბამისად, ფიქრები, რომელიც უკვე ამ ტრიგერებთან გამომწვევთან იყო ასოცირებული, ეს არის რომ სხეულს ვერ იმორჩილებს, ისე ჰორმონები აერია, სხეული უშლის მუშაობაში ხელს და რა ტექნიკებს მიმართა. პირველ რიგში ეს იყო ხსუნთქვითი ვარჯიშები, რომელსაც გაგიზიარებთ, 10 წუთიანი გასეირნება და ფიქრების ჩანაწერი დღეში. თუ შეხედავთ სკალაზე რომელმა უშველა, ეს იყო პირველ რიგში ქმედება, აქტიური ქმედება. ნებისმიერ ადამიანს მაშინ განსაკუთრებით კი იმ პიროვნებებს, ვისაც ახასიათებთ შფოთვა, ფეხით სიარული საკმაოდ ეხმარებათ, რადგან ზუსტად იმ დროს ისინი კიდევ უფრო მეტად აქტიურდებიან, ოღონდ მათი ყურადღება მიმართულია უკვე სხვა სხეულის ნაწილებზე. შემდგომ შემცირდა შფოთვა, მას შემდეგ რაც დაიწყო ფიქრების გაცნობიერება და თუ რა ისწავლა. რა თქმა უნდა, ხა თქვენთანაც, როდესაც პაციენტი შემოდის და ერთი ვიზიტის შემდგომ თუ მედიკამენტოზურ მკურნალობას უმალვე არ ექვემდებარება, გაუმჯობესება არ დგება. თქვენ არ გეგონათ, რომ ამ დღიური შევსებით ერთხელ შეავსო და მორჩა. არა, ეს უნდა იყოს სისტემური ხასიათის და კოგნიტივ-ბიჰევიორალური თერაპია საშუალოდ მოქმედებს დაახლოებით 3-დან 6 თვემდე გააჩნია რა სიმპტომები ახასიათებს, რა სირთულისაა როდის დაიწყო, მაგრამ უშუალოდ სტრუქტურირებულია ძალიან და ფსიქოლოგიაში ერთადერთი მიმართულება 44-დან თქვენ წარმოიდგინეთ, რომელიც არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეცნიერება. ჩვენ ზუსტად შეგვიძლიათ გავსწავლოთ, როგორი იყო პაციენტის მდგომარეობა და რა შედეგი მივიღეთ. შესაბამისად, სომატოფორმული აშლობების შემთხვევაში რატომაც შევაჩერეთ აგრეთვე ყურადღება, თქვენ ნახეთ, რომ შფოთვითი აშლობა იყო 25%, ხოლო სომატოფორმული აშლობების შემთხვევაში ეს არის 30% მაშინ რომ თქვენ პაციენტებში. ამრიგად ყველაზე ეფექტური ეს არის თუ გვაქვს ჩვენ რა თქმა უნდა მულტიდისციპლინური მიდგომა, ფუნქციურ გაუმჯობესებას ხედავთ უკვე დაახლოებით 1-2 წელიწადში, აქ გვაქვს მედიკამენტები, ფსიქიატრი და ენდოკრინოლოგი ერთად მუშაობს. მხოლოდ კოგნიტივ-ბიჰევიორალური თერაპიას აქ 50%-ში ხდება გაუმჯობესება, მედიკამენტოზური 40 შემთხვევაში და მაინდფულნესი ეს არის ალბათ ხშირად გსმენიათ ამის შესახებ. ფსიქოლოგიაში ერთ-ერთი მიმართულება არის, ეს არის ცნობიერი ცხოვრების შესახებ, რომელიც ასწავლის პიროვნებებს იცხოვრონ ისე, რომ არ განსაჯონ, მიიღოთ ნებისმიერი ფიქრები და სომატოფორმული აშლობის შემთხვევაში ეს არის უმთავრესად გამომწვევი, რომ იცხოვრონ ცნობიერად, ყოველგვარი მოლოდინებისა და განსჯის გარეშე. შესაბამისად, ესეც საკმაოდ ეფექტურია. ამრიგად, ჩვენი მიზანი კოგნიტივ-ბიჰევიორალური თერაპიის არის, რომ პაციენტს ვასწავლოთ ამოიცნოთ ის ფიქრები, რომელსაც ავტომატურ აზრებს ვეძახით ჩვენ, დისფუნქციური ფიქრები, რომელიც ხელს უშლის მათ ცხოვრებაში. ამ ფიქრებიდან გამომდინარე ემოციები და ეს ემოციები უკვე როგორ ვლინდება ქცევაში. აი ეს ჯაჭვის გაწყვეტა ხდება თერაპიაში, რომელიც სომატოფორმული აშლობის შემთხვევაში საკმაოდ ეფექტურია და არა მხოლოდ სომატოფორმული აშლობის შემთხვევაში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.